ნიღბები, რომლებსაც ყოველდღე ვატარებთ და ვინ ვართ მათ გარეშე. ნიღაბი არის ერთგვარი როლი, რომელსაც ადამიანი ხეშად რო ვთქვათ, თამაშობს, ატარებს აი ამ ნიღაბს. თამაში არ არის შესაბამისი სიტყვა, იმიტომ რომ ის კი არ იგონებს ადამიანი ამას, აი ეს ნიღაბი აი როგორც აი შესისხლხორცებული, ეს არ არის რომ აი ერთჯერადად ვითამაშე რაღაც, არა, ცხოვრების მანძილზე მორგებული როლი რაღაც, აი პერსონა ერთგვარი, ხო? რაც წლებია ამას აკეთებ და უკვე შენ ფაქტიურად ეს ხარ თითქმის, ესე გონია რომ შენ ეს ხარ, აი შეზრდილი ნიღაბი ადამიანის სახეზე, პიროვნებაზე. ხო? და პრობლემა ზუსტად ეს არის ხოლმე, როდესაც ადამიანი ნიღბებს ატარებს და ყველა ადამიანი ამას ვაკეთებთ, რომ ის იმდენად შეიძლება შეგესისხლხორცოს ეს ნიღაბი, რომ უკვე აღარ იცოდე ვინ ხარ, როგორი ხარ, სად არის შენი ნამდვილი მე, ნამდვილი პიროვნება. ანუ ნიღაბი, ანუ როლი, რომელსაც საზოგადოებაში ადამიანებთან ვატარებთ, ეს აუცილებლად სოციალური ამბავია, ხო? ეს ჩვენ არ ვართ. პიროვნება სულ სხვა არის, რომელსაც ნიღბის უკან იმალება. როდესაც ჩვენ ადამიანს ვიცნობთ, აი იშვიათი გამონაკლისია, არ ვიცი, პროცენტულობა რო ავიღოთ, რომ ნამდვილი ადამიანი დადიოდეს, ის ვინც არის პიროვნება, მე, ხო? ეს შეიძლება რაღაც ასაკში მოიპოვოს ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტიურად ძალიან რთულია და ადამიანს როდესაც ვიცნობთ, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ იცნობთ ამ ნიღბებს. ხო და ჩვენს ნიღბით მივდივართ და ორი წარმოიდგინეთ ნიღაბი, ორი როლი ერთმანეთს იცნობს, მაგრამ ნამდვილი პიროვნება არ ჩანს, არ არის, ხო? რატომ ხდება, აი რა საჭიროა, რატოა ეს მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში, რატო ხდება, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს ნიღაბი, ეს როლი არის ერთგვარი ადაპტაციის საშუალება, რომ ინტეგრირდე აი რაღაც საზოგადოებაში, ხო, ერთის მხრივ. იმიტომ რომ საზოგადოება გთავაზობს თავის აი მოთხოვნებს, თავის პირობებს, ხო? და აი შენც ამას ირგებ შენ თავზე, აი ერგები გარემოს, ეგ ერთი, არ მარტო საზოგადოება, ოჯახი ითხოვს შენგან, ვთქვათ, აი რაღაც მოცემულობებს, რომელიც ითხოვს ესე პირდაპირ შეიძლება არ იყოს სიტყვა, ჩვენ ამას ვითხოვთ, მაგრამ აი თვითონ გარემო, აი ოჯახის გარემო ითხოვს და შენც ამ ყველაფერს ერგები ადაპტაციის, იმიტომ რომ გადარჩე, იმიტომ რომ შეეგუო გარემოს და მიგიღონ, ხო? და ასევე ეს არის აი ტრავმების შედეგად ჩნდება და პირიქით ტრავმა რომ არ მიიღოს, აი ტრავმისგან თავის არიდების გამო ხდება ეს ნიღბების მორგება. მაგალითად ადამიანს არ ვიცი, მოდი ავიღოთ მაგალითებს ცოტა ხანში ვიტყვი, ხო აი როგორი ტიპის ნიღბებს შეიძლება ატარებდნენ ადამიანები, ხო აი დაელოდეთ ვიდეოს, აუცილებლად ვიტყვი, მაგრამ მანამდე აი მიზეზები რატო ჩნდება, ხო? მაგრამ რომ არ მოვიყვანო მაგალითი, ცოტა გაგუჭირდება ამის თქმა, ხო? თუ რა მიზეზი რა შეიძლება იყოს, ხო? აი ნახეთ, მაგალითად, კარგი გოგოს ნიღაბი, აი კარგი გოგოს სინდრომი არსებობს, ხო, აი ძალიან კარგი ხარ, კარგი უნდა იყო, წესიერი, პატიოსანი, ზრდილობიანი რაღაცა, კარგად იქცევი, მოქცევის წესები დაწყობილი, დალაგებული, აი ხო, ერთგვარი კარგი გოგოს რაღაცა ფენომენი, რაღაცა სახე, ნიღაბი იქნება, ამას ქმნის ოჯახი, ხო, მაგალითად. იმიტომ რომ იმ ოჯახში, როდესაც შენ ბავშვი, ვთქვათ, აი ესე იქცეოდი, ხო, მიღებული იყავი ოჯახში, სიყვარულს ამით გაძლევდნენ, ეს იყო ის, რაც მიხვდი, რომ უნდა გაგეკეთებინა, ხო? და სადღაც აი რაღაც მომენტში შეიძლება ადამიანი ყოფილიყო ჯიუტიც, ფეთქებადიც, არ ვიცი, აი
მე ამბოხე ოჯახის მიმართ, მაგრამ ოჯახი შეიძლება მას დაუპირისპირდა. ეს იყო ერთგვარი ტრავმა, ხო, ადამიანის ცხოვრებაში და ისე ძლიერი იყო ეს ტრავმა, ეს დაპირისპირება ოჯახის, გაეტეხათ ბავშვი, მისი სიჯიუტე გადაეტეხათ, ხო? ისეთი ძიმე იყო მასთვის, ამ ძიმე ფორმებით მოხდა, რომ ერთგვარი ტრავმა იყო და ეს ბავშვი ადაპტირდა, შეიცვალა ფორმა და გახდა თქვათ დამჯერი კარგი გოგო და მე ყველა მიიღო და ეს მოირგო ეს ირგებს ბავშვი ამ ნიღაბს ირგებს და შეიძლება გაიზარდოს და მთელი ცხოვრება ამ ნიღაბს ატარებდეს ხო მაგრამ ნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი აქ რა არის რომ ყველა ნიღაბს აი რასაც ვატარებთ როგორ წესი აქვს იმისი საპირისპირო მხარე რაც თვისება, რაც ადამიანს აქვს, ხო? მაგალითად, კარგი გოგო ნიღაბი როლი თუ აქვს ადამიანს, აუცილებლად მას საპირისპირო მხარეც აქვს, ხო? იქ მე ამბოხე, ცუდი გოგო, ვინც ეწინააღმდეგება ადამიანებს, სხვანაირად ფიქრობს, შეიძლება რაღაცა გააფუჭოს, ხო? ეს ყველაფერი მის შიგნით არსებობს. რა თქმა უნდა, ვინ არის, აი კარგი ვინ არის, იდეალური ვინ არის, ხო? და ნახეთ ხდება ერთგვარი ნევროზული მდგომარეობა ეგ ერთი, იმიტომ რომ იმ საპირისპირო თვისებების, აი ამ ნიღბის დაპირისპირება ხდება ერთმანეთში, ხო? განსაკუთრებით მაშინ ხდება დაპირისპირება, როდესაც ადამიანი ვერაცნობიერებს, რომ ეს არის თავისი ნიღაბი და ეს თვითონ არ არის. და არასდროს არ იხსნის ამ ნიღაბს და არასდროს არ ხდება ის საპირისპირო რაც მასში არის, ან ნამდვილი მე, ვინც თვითონ არის. თუ ამას არ აკეთებს, ეს გაცნობიერებული არ არის და არ ხდება, იწყება ნევროზი, ანუ კონფლიქტი ადამიანის შინაგან სამყაროში. მე და ნიღაბი ერთმანეთს ებრძვის, უპირისპირდება, ან საპირისპირო და ნიღაბი ერთმანეთს უპირისპირდება, იქნება კონფლიქტი და ნევროზი. ოკეი? ანუ ადამიანს ეწყება წინააღმდეგობები, კონფლიქტები, ცდილობს რომ თქვათ შეცვალოს, მოიწმინოს რაღაცები შეაკავოს, აი ვლინდება არის შფოთვების სახით, შეიძლება ობსესიების სახით, ობსესიურ კომპულსური აშლილობა ძალიან ხშირად კარგ გოგოებს, კარგ ბიჭებს ემართებათ, ხო ვინც აი ესე აღზრდილები არიან, არ შეიძლება რაღაცების გაკეთება, იწყებენ მერე აი მერე ეს თავიანთი საწინააღმდეგო მხარეს იღებენ როგორც ბინძურს, ცუდს და ცდილობენ მერე აი თავი განწმინდონ რაღაცა მოქმედებებით, ხო? და ნახეთ რა როგორ ხდება, აი რატომ რისთვის ატარებს, აი მიზეზი ხო აქ ამ ნიღაბს, ხო? და აქ მიზანიც, ხო? მიზანი რა არის? ხო, აი მნიშვნელოვანი მიზნები არის, რომ ტრავმისგან თავი აიცილო, მეორე სიყვარული და სიყვარული რომ დაიმსახურო და რომ იგიღონ, ანუ მიღება რომ დაიმსახურო ადამიანებში და ტრავმები, აი რაღაც ტრავმა მოხდა და ამ ყველაფერმა მოქცა ნიღაბ, თქვათ, მიიღეს ადაპტაციისთვის და შემდეგში რომ ეს აირიდო რა, მოკლედ ესენი ერთად არის, ოკეი, ხო? შიში რა. ნახეთ როგორ არის მეორე ვარიანტი, აი შეიძლება იყოს, მოდი გადავიდეთ მაგალითებზე, ხო? მეორე ნიღაბი შეიძლება იყოს აი ყოჩაღი, სულ ძლიერი, აი სულ მუდმივად ყოჩაღი და ძლიერი ადამიანის ნიღაბი, ხო? და აი ცხოვრობს ამით ადამიანი. და სინამდვილეში მას აქვს საწინააღმდეგო და სუსტი მხარე, ძალიან სუსტია, ძალიან მოწყვლადია, ძალიან ემოციურია, ხო? მაგრამ ეს გარეთ ვერ გამოაქვს ადამიანს, თორე ეს ნიღაბი აქვს შესიზღორცებული, რომელიც შეიძლება ასევე ტრავმის შედეგად, ხო? სადღაც ანუ ძალიან შეიძლება ესეთი ადამიანი მარტო დარჩა, არავინ არ ყავდა, ხვდები და მან აიღო აი ეს თავის ნიღაბი, რომელიც მაშინ დაჭირდა, გადარჩა ამით ეს ადამიანი
და აი ეხლა შეიცის ხორცსა ეს ნიღაბი და მორჩა, ამას ვეღარ იძრობს, ხო, სახიდან, იმიტომ რომ გონია რომ მოიძროს, ნახე, აი ტრავმა მუშაობს, სისუსტეს დაანახებს ადამიანებს, ანუ გონია ეს არა ანუ არაცნობიერ დონეზე ხდება ეგ მომენტი, როგორც წესი, ხო? სისუსტეს დაანახებს ადამიანებს და ისევ ატკენენ, ისევ დაჩაგრავენ და ისევ ტრავმას მიიღებს და თავდაცვა არის ერთგვარი, ხო? არენდობა, დობა გაუქრა და აი ამ ნიღბით დადის, ხო? მუდმივად. თუ ეს გააცნობიერა კიდევ უკეთესი, ვთქვათ ადამიანმა, ხო? აი ასეთი ადამიანი შეიძლება ვიღაცასთან, ვისაც ნიღბები არ სჭირდება, იმასთან მოიხსნას და ის სუსტი იყოს და აი ისეთი განსხვავება იყოს, აი ამ გარეთ საზოგადოებაში ეს ძლიერი ქალი და უცებ ქალი ან მამაკაცი, ხო? და უცებ ვიღაცასთან შეიძლება ძალიან მოწყვლადი, ეს შეიძლება ძალიან საპირისპირო იყოს, ხო? ეს შიში, რომელიც ნიღბის უკან დგას, ხო? კარგი, ამხო სხვანაირი მაგალითი, მაგალითად ნიღაბი, აი ქალებს აქვთ ხოლმე ესეთ ნიღაბი მიუწვდომელი რაღაც, აი პატიოსანი და მიუწვდომელი ქალის ნიღაბი. ესეც ტრავმებისგან მოდის და აი გარემო რასაც გთავაზობს და როგორც აღიზარდე, შეიძლება იქიდან მოდიოდეს, ხო? ანუ ადამიანი თამაშობს ამ უკარებას როლს, მაგრამ შინაგ ამას საპირისპირო მხარე აუცილებლად იქნება, რომელიც არის, რომ აი პირიქით მას უნდა ურთიერთობები, მას უნდა ვიღაცასთან გაიხსნას, მას უნდა რომ ყავდეს, არ ვიცი, მეორე ნახევარი, მეგობარი, ბიჭი, მაგრამ ამას ვერ ახერხებს, ამ ნიღაბს ატარებს, იმიტომ რომ შიში აქვს, რომ გულს ატკენენ, შეიძლება ადრე ვიღაცამ უკვე ატკინა გული, ან თვითონ ოჯახმა შეთავაზა, რომ შენ ესეთი უნდა იყო, ესეთი, აი ესეთი აუცილებლად, ხო, აი პასტიოსანი არავის გაუღიმო, თავი მაღლა აწიე, ოკეი? და აი რამდენი გოგო ახალგაზრდა გოგო განსაკუთრებით საქართველოში აი ესე დადის და სიამოვნებაში უნდა რომ აი თამამი იყოს, უნდა რომ ურთიერთობები გქონდეს და ვერ ამყარებს, იმიტომ რომ ეს ნიღაბი შეთავაზეს მას, ასე აღზარდეს, ეს მოირგო მან, ხო, და სინამდვილეში არ არის უბრალოდ ესეთი, ხვდებით? და იწყება ნევროზი, იმიტომ რომ თავის-თავი უპირისპირდება, ამ ყველა შინაგანი, ვთქვათ, ეს წინააღმდეგობა აქვს, უპირისპირდება, მაგრამ აი ეს შესხორცებული აქვს, რომ ვერ იძრობს უბრალოდ ნიღაბს და იწყება, რა თქმა უნდა, არის პრობლემები, ხო? არის ასევე ნახეთ გულისხმიერი ადამიანი, აი ყველას რომ ყველაფერს უკეთებს და თავის თავს გადაწევს და ყველას ეხმარება და აი თავის ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი, ხო? ამ შემთხვევაში რა ადამიანი იღლება, ნახე, ამით რა არის? ეს არის სიყვარულის და მიღების მოპოვება ამ ნიღბით, ხო? ზოგჯერ შეიძლება უნდა იყოს უხეში, არავის არ დაეხმაროს უბრალოდ, აი ყელშია ეგ ყველაფერი, მაგრამ შიშის გამო და იმის გამო რომ დაკარგავს ვიღაცის სიყვარულს, ვიღაც არ მიიღებენ, ხო, უარყოფი შიშის გამო, ის ამაზე მიდის და იღლება და ადამიანი და ბოლოს აქაც ნევროზამდე შეიძლება მიხვიდე, ხო? ანუ ნიღაბს მიყავ ხარ, ანუ აი საფრთხები რა არის? შეიძლება ვეღარ დაამყარო საკუთარ მესთან, თუ ძალიან დიდხანს ატარებ ნიღაბს, კავშირი, აი უბრალოდ ვეღარ იპოვო სად ხარ შენ და სად არის, სად თავდება ნიღაბი, ასევე არის გადაღლილობა, აი გადაიღლები, ახარ შეგიძლია, იმიტომ რომ ამას მაინც ატარებ, თამაშობ, შენ არ ახარ, ხო? აი ეს გადაღლა, ნევროზები, ხო? და აი გაუცხოება საკუთარ თავს, ვეღარ ცნობ შენ თავს. ვინაიდან Facebook-ის ალგორითმი უკვე 15 წუთიან ვიდეოებს გვადებინებს და მეტს არ ვცდილობ, რომ აი სწრაფად მოვყვე რაღაც თემები და თუ რაღაც კითხვები იქნება ამასთან დაკავშირებით, ჩავწერ მეორე ვიდეოსაც, დამიწერეთ კითხვები და ბოლოს მე მაქვს თქვენთან კითხვები, აბა დაწერეთ კომენტარებში, ხო, აი საკუთარ თავს დაუფიქრეთ და დაწერეთ. სად ხარ ხოლმე, აი რა გარემოში და ვისთან ისეთი, როგორც სინამდვილეში ხარ, ხო? როგორი ხარ და ვინ ხარ, როდესაც არავინ არ გაკვირდება და მარტო ხარ? და მესამე, ნახე, როდესაც ძალიან თავდაჯერებული ხარ, ხო? რას მალავ ამ დროს?
კარგად დაფიქრდით და ეს 3 კითხვა დამიწერეთ. გააზიარეთ ვიდეო, დიდი მადლობა, მოიწონეთ და შეხვედრამდე.